ცხიმიანი სკალპი და ძალიან გამომშრალი თმის სიგრძე. რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? მაგალითად, ვიცი ვხედავ, რომ ძალიან გამომშრალი თმა მაქვს, მაგრამ დაბანიდან მეორე დღეს მეწყება ცხიმი სკალპიდან და უკვე მაწუხებს ცხიმიანობა. აუცილებელია გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში ცხიმიანი თმისთვის შამპუნი. ძალიან კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ აპლიკატორს, რომ თმის სკალპზე, თავის სკალპზე ძალიან კარგად ახლოს დავიტანოთ, კარგად ავიქაფოთ, დავიმასაჟოთ თითებით, ხოლო თმის სიგრძეზე, როდესაც უკვე აბაზანიდან გამოვალთ, შეგვიძლია გავიმშრალოთ, ჩამოვივარცხნოთ სპეციალური სავარცხლით, რომ თმა აუცილებელია გამოვიყენოთ ისეთი ჯაგრისი, რომ თმა არ დავაზიანოთ, სველის მდგომარეობაში დავარცხნით, იმიტომ რომ სველი თმა ძალიან მარტივად და ძალიან ადვილად შეგვიძლია დავაზიანოთ, ჩამოვივარცხნოთ, შევიშროთ ისევე პირსახოცით, ამი შეგვიძლია გავიჩეროთ 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოვიბანოთ და შემდეგ უკვე შეგვიძლია წავისვათ შრატები და ზეთები. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი შემადგენლობის შრატები და ზეთები. არ დაგავიწყდეს შენი თმა, შენი სავიზიტო ბარათია.